ზუსტად წელიწად ნახევრის წინ ბავშვები იყვნენ ექსკურსიაზე. თბილისში იყვნენ სხვათა შორის. როცა ჩამოვიდნენ ხაშურში, სახლთან არის მთავარი ტრასა, სადაც ჩამოვიდნენ. და მაგ დროს დაეჯახათ მანქანა. ორივე როცა მივედი იქ არ დამხვდნენ, სიმართლე გითხრათ. უკვე გადაყვანილები იყვნენ მაშინ კლინიკებში ხაშურში. მე როგორც გავიგე, თითქმის არც ერთი აღარ იყვნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ დებს საზოგადოების დახმარება კვლავ სჭირდება. 2024 წლის 12 ოქტომბერს ნია და თათული ექსკურსიიდან სახლში ბრუნდებოდნენ, როცა მიკროავტობუსიდან გადმოსულ ბავშვებს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. 15 წლის ნია და 8 წლის თათული უმძიმესი დაზიანებებით სხვადასხვა კლინიკების რეანიმაციულ განყოფილებებში გადაიყვანეს. შემდეგ კი თურქეთში. მე ნიაკოს ჩაუტარდა დიდი ოპერაცია მაშინვე. და რო გამოვიდა ექიმი, იქ დამიმთავრდა სულ ყველაფერი. რო გამოვიდა ისეთი რეაქცია ქონდა, ლამის ჩაიკეცა, რომ ამოვისუნთქეო, ცოცხალიაო. გადარჩაო. და ისტერიული სიცილი დაგვეწყო სულ ყველას, რომ გადარჩა. მაგრამ იმ გადარჩენას ნიაკოს უფრო მეტი დაზიანება ქონდა. ორივე მხარეს ქონდა თავის ქალა ახდილი. შეშუპებული ქონდა უკვე, კომა, ესე ქვია რა, სამედიცინოზე არ ვიცი როგორ ვთქვა. 3 ბალით ყოფილა შეფასებული. თითქმის რომ ადამიანი უკვე მაგ დროს აღარ არის და ძალით რო ასუნთქებენ აპარატის საშუალებით. და მაშინვე გითხრა რომ მინიმუმ 6 თვე არაფერს არ ველოდებიო ნიაკოსგანო. და რაღაცა ისტერიული მქონდა რომ აგერ ნახე 2 თვეში როგორ იქნება ნიაკო მეთქი. თათულისაც გაუკეთდა თავის ქალის ოპერაცია, თათულის ცალ მხარეს ქონდა ამოღებული. იმიტომ რომ მარცხენა მხარეს წავიდა შეშუპება. თათულის გარემოტეხილობაც ქონდა ერთი ფეხზე. მაგის ოპერაციაც გაუკეთდა, მაგრამ თათული შედარებით კარგად იყო. უფრო კონტაქტური იყო რეანიმაციაში. ჩამოვედით პალატებში, 3 თვე იყო ზუსტად გასული და თურქეთში დავაპირეთ წასვლა. იმიტომ რომ აზრი არ ქონდა აქ გაჩერებას, ისეთი დაზიანებები ქონდათ და მეტყველებით ვერ მეტყველებენ. თათული დადის, მაგრამ უყურე დამოუკიდებლად ვერ გაუშვებ. იმიტომ რომ ცალი მხარე, მარჯვენა მხარე აქ დაზიანებული. მომენტებში არის რომ სულ უმოქმედო აქ. მარჯვენა ხელს საერთოდ ვერ ამოძრავებს, ვერ ხმარობს ხელს. მეტყველებით ჯერ ადრეა ძალიან. სულ სისტემატიური ეს უნდა ვარჯიში. 1 წელია უწყვეტად მიმდინარეობს რეაბილიტაციის პროცესი და მათ სრულ გამოსაჯამრთელებლად თავდაუზოგავად იბრძვის დედა სოფიო ხარშილაძე, რომელიც განვლილ გზაზე საუბრობს. შემთხვევა ხაშურში მოხდა და მას შემდეგ გოგონების გადასარჩენად მთელი საქართველო გაერთიანდა. ოჯახს ბრძოლის გასაგრძელებლად კვლავ საზოგადოების გვერდში დგომა სჭირდება. ყოველდღიურად ესევე ვერ განსაზღვრავ და ვერ ვიტყვი რომ ამდენი მჭირდება. უცბად სამოწმენდილზე ხან თათულის აქ შეტევები, ხან ნიაკოს თავში სითხე უგროვდება. რეაბილიტაცია, ლოგოპედი, მოლის საშუალებები, უცბად თან ნიაკო თითქმის უმოქმედოა და უფრო მეტი სჭირდება, ვთქვათ, მოლის საშუალებები, უცბად ექიმი, უცბად ქირურგი, იმიტომ რომ გასტროსტომა უდგას. მეც კი ვისწავლე, მე უდგავ ხოლმე. მაგრამ ნიაკო ცოტა თან დიდი.
სასწაული რაოდენობის ფული მომიგროვდა, რომლითაც თურქეთში მთელი 8 თვე ვიყავი, 2 ბავშვი, ამდენი ოპერაციები, ნიაკოს 6 ოპერაცია, პლუს თათულის 1 ოპერაცია თავის ქალა რო დაუბრუნეს. პლუს გადასახადი. და დაჟე რო ჩამოვედი, თითქმის მაგთან ხებითა ვარ. არ ვიცი, სულ ვიძახი, რომ რაღაცა სასწაული მოხდა ამ ავარიის დროს.